თამუნ რატომ არ აკეთებ რეკლამის ხშირად? რატომ არ აკეთებ რეკლამის ხშირად? სწერე ხოლმე. პოტენციურ დამკვეთები. თუმცა მეუბნები რომ რაღაცას გამოგიგზავნი, ტექსტს დაგიწერ და ის ტექსტი წაიკითხე. როდესაც მეუბნები რომ ამას არ ვიზამ და როდესაც გამოვიყენებ თქვენ პროდუქტს ჩემ გულწრფელ შეფასებას ვიტყვი, ეს აღარ მოწონთ. იმიტომ რომ ვიტყვიან რომ იციან რომ მართლა ვიტყვი, რომ მართლა გულწრფელად ვიტყვი იმას, რაც არის. Კონდა შემთხვევა და საჯაროდ მოვყევი კიდევაც ეს ამბავი რომ გავაკეთე ჩაის რეკლამა. თვითონ ჩაი მართლა ძალიან კარგი იყო. მართლა საოცარი იყო და მართლა ძალიან ეფექტური იყო. მაგრამ მოხდა ისე რომ ძალიან ბევრმა ჩემი ვიდეოს მერე შეიძინა ეს ჩაი. და ამ ძალიან ბევრ ადამიანთან დაახლოებით 2-3 თვის განმავლობაში ეს ჩაი არ მივიდა მისამართზე. ანუ თანხა გადაიხადეს და ჩაი ვერ მიიღეს. და მე იცით რა მოხდა? ყველა ეს ადამიანი მომადგა მე. და მე მომთხოვეს პასუხი. თუ რატომ არ მივიდა მათთან ნაყიდი ჩაი? მოვლენები გამვითარდა შემდეგნაირად. დამემთავრდა თურმე ის ტუშ საცხი და ყველა ვიწვალე. მოვლენები გამვითარდა შემდეგნაირად. ეს ხალხი მომადგა მე და მე ვწერდი დამკვეთს რომ ვიყავი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ამ ხალხთან და ვთხოვდი რომ ან თანხა დაებრუნებინათ ან მიეტანათ ჩაი. 3 თვის შემდეგ ჩაბარდათ პატრონებს შეძენილი ჩაი და ზოგს თანხა დაუბრუნეს უკან. ანუ ხვდებით რაშია საქმე რომ მე არ მინდა რომ ის ნდობა რომელიც ხალხს აქვს ჩემ მიმართ გავაუფასურო რაღაცა 1000 ლარიანი რეკლამის გამო. ამიტომ ახლა რაც მოვყევი შეიძლება ჩემთვის იყოს ძალიან ცუდი. მაგრამ მე მირჩევნია რომ არ მქონდეს მატყუარა ადამიანის იმიჯი და არ იყოს ჩემს მიმართ უკმაყოფილება, იმიტომ რომ რამდენიც მე ვიწვალე იმისთვის, რასაც დღეს მივაღწიე, არ მიღირს იმად, რომ რაღაცა ერთჯერადი რეკლამის გამო წყალში ჩავყარო. ასეა ეს. და თუ რაღაცას ვამბობ, რომ კარგია, რაღაცაზე ვამბობ, რომ კარგია და მართლა გულწრფელ რეკომენდაციას ვუწევ, ესე იგი ის მართლა კარგია. ამიტომაც არ მაქვს ბევრი რეკლამა. მადლობა ყურადღებისთვის.